მოგესალმებით. მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის, მომზადებისთვის. და მინდა პირველ რიგში გავაკეთო განცხადება ბოლო დღეებში ძალიან გახმაურებულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჯანდაცვის სამინისტროსა და GPI-ის შორის განვითარებულ მოვლენებს, რომელიც უშუალოდ არის კავშირში ვანის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ საავადმყოფოსთან. მინდა გითხრათ, რომ ორიოდე სიტყვით მოკლე ექსკურსი გავაკეთო ვანის საავადმყოფოსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჩემი რაიონი არის ალბათ ერთადერთი რაიონი საქართველოში, სადაც საავადმყოფო არის ძალიან პრობლემური. უпростоრად თუ ვიტყვით, რომ იყო ასე ვთქვათ კატასტროფული მდგომარეობა წლების განმავლობაში და ყველაფერი დაიწყო იქიდან, როდესაც 2011 წელს წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ მესვეურებმა აღნიშნული საავადმყოფო პირდაპირ მნიშვნელობით მიაჩუქეს ებრაულ კომპანია ADITS, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ვანის რაიონში ინვესტიცია და აეშენებინა საავადმყოფო. იმის ნაცვლად, რომ საავადმყოფო აეშენებინათ, მათ ძალიან მოკლე დროში, სადღაც ერთ თვეში საავადმყოფოს მიკუთვნებული პოლიკლინიკის შენება გაყიდეს და მასში აიღეს დაახლოებით 100,000 და ეს შენობა, ასე ვთქვათ, იყიდა GPI-მ მაშინ. ამის შემდგომ ADITS არაფერი არ გაუკეთებია ფაქტიურად 2 წელი, როდესაც წინა პრემიერ-მინისტრი, წინა ხელისუფლების ბატონი მერაბიშვილი, დეპუტატი, ნაციონალების მოსახლეობას პირდებოდნენ ისქერა და ჩავიდნენ და ასე ვთქვათ მოჩვენებით, როგორც იცოდნენ, დაიწყეს ვითომ საამშენებლო სამუშაოები და რა თქმა უნდა, მე არაფერი არ გაუკეთებიათ. როდესაც მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში, ბუნებრივია ეს საკითხი იყო ძალიან პრობლემური. რამოდენიმე დეპუტატთან ერთად მე დავაყენე საკითხი და ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩატარებულიყო სპეციალური საკომიტეტო მოსმენა 2013 წლის მაისში, რომელსაც ესწრებოდა თავად მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და მოიწვიეთ ADITS-ის წარმომადგენლები, ქალბატონი, რომელიც იყო პრეზიდენტი და იყო ძალიან, ასე ვთქვათ, მწვავე საუბარი. და ფაქტიურად ჩვენ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს კომპანია იმ ვალდებულებების შემსრულებელი ვანს გარდა მათ კიდე 9 რაიონში ჰქონდათ ვალდებულებები აღებული და არაფერი ეს გამკეთებლები რომ არ იყვნენ, ამის გამო მოხდა ის, რომ სახელმწიფომ იმის გამო, რომ ADITS არ ასრულებდა მოვალეობებს, ვალდებულებებს, მასთან გაწყვიტა ხელშეკრულება და სახელმწიფომ წამოიღო ეს საავადმყოფოები. ხა დარჩა დადგა დღის წესრიგში ვანში ვინ ააშენებდა საავადმყოფოს. უნდა გითხრათ, რომ GPI, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტული სადაზღვევო კომპანია იყო და მინდა ვიფიქრო, რომ ისინი ასევე გააგრძელებენ, ასე ვთქვათ, საქართველოში ოპერირებას, GPI-ს ჰქონდა რამოდენიმე მაღალმთიან რეგიონში, ისეთში, როგორიც იყო თიანეთი, ყაზბეგი, ბაკურიანი, წალკა, არარენტაბელური, ასე ვთქვათ, საავადმყოფოები, რომელსაც ისინი ფაქტიურად ვერ უვლიდნენ, ამიტომ ისინი შევიდნენ წინადადებით ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, ანუ სახელმწიფოს გამოესყიდა ეს საავადმყოფოები და ასე ვთქვათ, დამატებითი ვალდებულებები აეღო GPI-ის თავის თავზე, რომ ეს ვალდებულებები შეესრულებინა, იმიტომ რომ იქ ფაქტიურად უიმედო მდგომარეობა იყო და უნდა გითხრათ, რომ სახელმწიფო წავიდა შემხვეთ ნაბიჯზე, იმიტომ რომ ბიზნესის განვითარება და რაც თავარია მოსახლეობის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხელისუფლებისათვის და გამოსყიდული იქნა ჩემს მიერ ჩამოთვლილი ზემოთ ეს საავადმყოფოები და ამაში GPI ჰოლდინგმა მიიღო 7 მილიონი ლარი. და მეთანხმებით 7 მილიონი პატარა თანხა არ არის, სანაცვლოდ GPI-ის ასე ვთქვათ დაეკისრა ვალდებულება, რომ რიგ საავადმყოფოებში გაეფართოებინა საწოლფონდები, კონკრეტულად საუბარი არის ჭიათურის, სამტრედის, გარდაბანი, მარნეულის საგარეჯო საავადმყოფოებში და მივადექით ვანის რაიონს და ვანის რაიონში კონკრეტულად მან აიღო ვალდებულება, რომ ის ააშენებდა თანხის ჩარიცხვიდან 1 წლის თავზე 9 ადგილიან მრავალფუნქციურ საავადმყოფოს. ეს ხდება გასული წლის გაზაფხულზე და 2015 წლის, ასე ვთქვათ, აპრილში ეს ვალდებულება ფაქტიურად სახელმწიფოსთან გაფორმდა. მე მინდა შეგახსენოთ და თქვა ამასთან დაკავშირებით, რომ გასულ წელს, როდესაც 2015 წლის მაისის თვეში
ჩვენ ვამტკიცებდით საქართველოს მთავრობას, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მე პარლამენტის ტრიბუნიდან დავაყენე აღნიშნული პრობლემური საკითხი, მივმართე მთავრობას და კონკრეტულად ბატონ დავით სერგეენკოს, იმიტომ რომ ვიცოდი მოსახლეობის განწყობილება, მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა ვანის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლებთან მოყოლებული 2012 წლიდან და ვიცოდი ის პრობლემები თუ რაც იყო რაიონში და აქვე მინდა რომ ამ თემას აღარ დაუბრუნდეს სახელმწიფომ ძალიან სერიოზული შემოხვედრი ნაბიჯი გადადგა ვანის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად იმ გაგებით რომ ჩვენ მოახერხეთ ის ამორტიზირებული საავადმყოფო რომელშიც ფაქტიურად ადამიანი არ შეიცვლებოდა და ყველა ტელევიზიას აქვს არქივში ის კადრები შეგიძლიათ ნახოთ თუ რა მდგომარეობა იყო და ასე თქვა ჩვენი ჩართულობით სახელმწიფომ მოახერხა რომ დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე ფართი გარემონტდა რაიონის საავადმყოფოში სადაც დაახლოებით 100.000-მდე დახარჯა სახელმწიფომ და ის ასე თქვა ოპერირების ქვეშ აიღო სახელმწიფომ რეგიონალური ჯანდაცვის სამსახურმა და დღეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ რაიონი საავადმყოფო მომსახურების სამედიცინო მომსახურების გარეშე არ არის დარჩენილი მაგრამ ფიქრობ ის სამედიცინო პერსონალი რომელიც არის ვანის რაიონში მართლაც ძალიან გამორჩეული და ძალიან გმირი ადამიანები რომლებიც იმ პირობებში მუშაობდნენ რა პირობებშიც მათ უწევდათ მუშაობა გმირობის მეც მე მას ვერაფერს ვერ დავარქმევ მათ შეექმნათ ელემენტარული პირობები მუშაობისათვის მაგრამ დღის წესრიგში რა თქმა უნდა დგას საავადმყოფო რომელიც GPI-ის აღებული ვალდებულების შესაბამისად 2016 წლის მაისის თვეში უნდა დაესრულებინა. დეკემბრის თვეში, როდესაც ჩვენ მთავრობის ვამტკიცებდით ხელახლა ბატონი კვირიკაშვილის პრემიერად ვამტკიცებ როცა იყო, კიდე დავაყენე მე საკითხი პარლამენტის ტრიბუნიდან და ჯანდაცვის მინისტრს კითხე ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე მქონდა უკვე ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით, რომ GPI არ აპირებდა სამწუხაროდ იმ ტემპში მუშაობის, ასე თქვა, წარმართვას, რომელიც უზრუნველყოფდა 2016 წლის მაისში საავადმყოფოს დასრულებას და როგორც შემდგომ აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ მიმართა ასე ვთქვათ GPI-ს მეც ამასთან დაკავშირებით ჰქონდა ბუნებრივია ჩემი რეაქცია და საბოლოოდ 2016 წლის იანვრის თვეში აღმოჩნდა რომ GPI ჰოლდინგმა განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან საუბარში და ისინი ამას დაგვიდასტურებენ რომ ისინი არ აპირებენ ვანში საავადმყოფოს აშენებას და ასე ვთქვათ მის ექსპლუატაციაში გადაცემას 2016 წლის ნოემბერში. არადა მინდა გითხრათ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უშუალოდ მე ჯანდაცვის სამინისტრო ბუნებრივია აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში დირექტორებთან არაერთი შეხვედრა მქონდა ბატონი გიორგი კვირიკაძე იყო იქ ქალბატონი სოფო გასიტაშვილი რომელთანაც მე რამოდენიმე თვის წინ მქონდა შეხვედრა და იყო პირობა რომ მაისის თვეში ეს საავადმყოფო დასრულდებოდა ამიტომ იმის გამო რომ ფაქტიურად ეს საავადმყოფო მშენებლობა რეალურად არის კითხვის ნიშნის ქვეშ მე მინდა გითხრათ რომ მე იმედი არ მაქვს რომ 2016 წლის მაისში უკვე საავადმყოფო ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული მაგრამ გაკვირვებული ვარ GPI ჰოლდინგის წარმომადგენლების პოზიციით როდესაც ის ტელევიზიით აფიქსირებენ ისინი რომ ისინი ამას სამთვეში დაასრულებენ მე არ ვიცი ხა თუ რაღაცა ჯადოსნური ჯოხი აქვს მაგათ და ისე მოიქნევენ ამ ჯოხს რომ ვანში საავადმყოფოს დაასრულებენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით მაგრამ ფიქრობ რომ ძალიან გაჭირდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არადა ეს კომპანია საკმაოდ სერიოზული კომპანიაა ისინი მრავალ რაიონში ოპერირებენ დაახლოებით 16-მდე კლინიკა ააშენეს და რომ არა GPI-ის ასე ვთქვათ კლინიკა მათი შვილობილი ჯეო ჰოსპიტალი რომელიც ფუნქციონირებს სამტრედიაში და ძირითადად ვანის რაიონიდან ჩვენს პაციენტებს უწევს წასვლა სამტრედიაში ან ქუთაისშიც აქვთ მათ ჯეო ჰოსპიტალის კლინიკა და ძალიან კმაყოფილი არიან მათი მომსახურებით მე მართლა გაკვირვებული ვარ მათი ამ პოზიციიდან ამ დამოკიდებულებით იმიტომ რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და გადადგა შემოხვედრი ნაბიჯი გითხარით რომ ის მაღალმთიან რეგიონებში არარენტაბელური საავადმყოფოები გამოისყიდა ამიტომ მე აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონი დავით სერგეენკოს პოზიციაზე კიდევ ერთხელ მინდა დღეს ასე ვთქვათ თქვენი საშუალებით მივმართო GPI ჰოლდინგის ასე ვთქვათ მენეჯმენტს რომ გადახედონ თავის ასე ვთქვათ პოზიციებს
და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ 2016 წლის მაისში აღებული ვალდებულება, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობის წინაშე გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებით აღნიშნული ვალდებულება, რომ შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მით უფრო სახელმწიფოს პოზიცია, სამინისტროს პოზიცია ასეთი არის, რომ გამოყენებული უნდა იქნას უმკაცრესი სანქციები, რომელიც ვფიქრობ ბევრად უფრო მეტად დააზარალებს აღნიშნულ კომპანიას, ვიდრე ასე ვთქვათ, ვანის რაიონში საავადმყოფოს მშენებლობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო GPI ჰოლდინგის ასე ვთქვათ მენეჯმენტს, რომ ყველაფერი გააკეთონ ამასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელს ვანის რაიონში აღნიშნული საავადმყოფო იქოს მათ მიერ აშენებული. თუ არა და მე არაერთხელ მქონდა ამასთან დაკავშირებით მინისტრთან, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელთან საუბარი, მით უფრო ბატონმა დავითმა ეს გააჟღერა და მე მჯერა რომ ბატონი დავითის სიტყვები არასოდეს ასე ვთქვათ ჰაერზე ნათქვამი არ არის ხოლმე, მე მჯერა რომ მიმდინარე წელს ვანის რაიონში სახელმწიფოს მიერ მაინც იქნება დასრულებული და აგებული ახალი საავადმყოფო, რომელიც იქნება თანამედროვე, მრავალფუნქციური და იქნება აღჭურვილი სათანადო აპარატურით, რომ ვანის რაიონის მოსახლეობას ჯანდაცვის კუთხით პრობლემა არ შეექმნას. აი ეს მინდა. თუ GPI ვერ შეასრულებს ვალდებულებას, მე აღვნიშნე ამის შესახებ პარლამენტში და ეხლაც ვიმეორებ, უნდა იქნას გატარებული მკაცრი სანქციები, ასე ვთქვათ, საჯარიმო სანქციები, რომელიც გათვალისწინებული არის ხელშეკრულებაში და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ისინი მე ვფიქრობ ბევრად მეტად დაზარალდებიან, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ისინი ვერ გააკეთებენ არა, გასაგებია მესმის, მაგრამ იცით რა არის, დღეს სახელმწიფოს არ აქვს ხელში ის ძალადობრივი და კარგია რომ არ აქვს მეთოდები, რომლითაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ამის მსგავსი პრობლემების მოგვარება, დაბარებები, ასე ვთქვათ, დამუქრებები, ასე შემდეგ და ასე აღარ გავაგრძელებ ახლა ამას. ჩვენ მოქმედებთ კანონიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე და კანონმდებლობიდან გამომდინარე გათვალისწინებული არის საჯარიმო სანქციები. ამიტომ საჯარიმო სანქციები იქნება გამოყენებული უმკაცრესი ფორმით და თუ ისინი ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებენ, ან თუ იტყვიან, რომ რაღაცა შეიძლება ვადა გადაუცილდეთ ცოტა ხანი, სანქციებს გადახდა მაინც მოუწევთ, მათ და თუ კატეგორიულად ჩაითვლება, რომ ისინი ამას ვეღარ გააკეთებენ, მაშინ მე გაძლევთ პირობას, მით უფრო სახელმწიფოს პოზიცია და მინისტრის პოზიცია ასეთია, რომ ვანში მიმდინარე წელს ახალი საავადმყოფო შევა ექსპლუატაციაში. დაუშვათ ვერ ჩააბარა, ასე შემთხვევაში სახელმწიფო სხვა კომპანიას გადასცემს აღნიშნული საავადმყოფოს აშენება თუ რეაბილიტაციის უფლებას თუ თვითონ უშუალო სახელმწიფო გააკეთებს. იცით, მე ასე გეტყოდით რა, თქვენ განგიმარტათ, რომ სხვა რაიონებშიც აშენებენ. ისინი სხვა რაიონებში ისინი კი არ აშენებენ, მათ დაევალათ გაფართოება, რაღაც ამბულატორიების მოწყობა, წეღან ჩამოვთვალეთ ეს რაიონები არის გარდაბანი, მარნეული, ჭიათურა, საგარეჯო, უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც ვანთან დაკავშირებით მიდიოდა ასე ვთქვათ პრობლემური საუბარი, ჩემი ინფორმაციით GPI ჰოლდინგის წარმომადგენლები, ანუ ჯეოხოსპიტალის წარმომადგენლები მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროში და შესთავაზეს სამინისტროს, რომ ვანის საავადმყოფოს ვერ დაასრულებდნენ, მაგრამ საგარეჯოს საავადმყოფოში მოახდენდნენ ასე ვთქვათ გარკვეული ტიპის დამატებითი სამუშაოების შესრულებას, მაგრამ სახელმწიფოს პოზიცია ამ შემთხვევაში იყო, არის და დარჩება შეუვალი, ის ვალდებულება რაც აქვთ მათ ამ დარჩენილ ასე ვთქვათ რაიონების საავადმყოფოებთან მიმართებაში, ეს მათი პრობლემა არის. კონკრეტულად ვანის რაიონში არ მოხდება არანაირი დათმობა სახელმწიფოს მხრიდან, ისინი ან ასრულებენ ასე ვთქვათ ვალდებულებას 2016 წლის აპრილის ბოლოს, ანუ მაისში, ან უშვებენ საავადმყოფოს ექსპლუატაციაში, ან არა და უწევთ, ასე ვთქვათ, მკაცრი საჯარიმო სანქციების გადახდა და სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ მიმდინარე წელს ვანში ექსპლუატაციაში შევიდეს ახალი საავადმყოფო. აი ეს არის, ასეთი პოზიცია არის ამასთან დაკავშირებით.
ამ თემაზე მე მგონი საკმარისია ძალიან დიდი პატივია მე მგონი 3 დღეა. დიახ. რა განიხილეთ, რაზე იყო საუბარი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესის ივანიშვილმა წარადგინა ისეთი ინფორმაცია სიტყვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, აუცილებლად მოხვდებიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამაზე როგორ საუბრობთ? დიახ. სიამოვნებით. მართლაც რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ამ შეხვედრამ. მე მინდა გითხრათ, რომ არაფერი განსაკუთრებული ამ შეხვედრაზე არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ იყო ახალი წლის შემდგომ შეხვედრა, იყო ფრაქციის წევრების შეხვედრა და ჩვენ მოვიწვიეთ, ასე ვთქვათ, ბატონი ბიძინა, ბატონი ირაკლი და ბატონი გიორგი, სხვა, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირები და ყოფილი თანამდებობის პირები იქ არ იყვნენ, გარდა ჩვენი საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებისა. საუბარი დაახლოებით მაგ კონტექსტში იყო, მაგრამ თვითონ ის ფორმა, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, რომ თუ პარლამენტში ვერ მოხვდება ადამიანი, ის აუცილებლად დასაქმდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში და რაღაცა, იცით რა არის? ეს ყველაფერი არის სიტუაციაზე დამოკიდებული. ჯერ მთავარია, რომ არჩევნები მოვიგოთ. თუ არჩევნებს მოიგებ, მაშინ გეძლევა საშუალება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დააკომპლექტო, ასე ვთქვათ, შენი შეხედულების სამებრ და სხვაგანაც. ამიტომ მთავარი ამოცანა საუბარი არის იმაზე, რომ 2016 წლის არჩევნები იქნება თვისობრივად განსხვავებული არჩევნები, არ იქნება ისეთი, როგორც იყო 2012 წელს, როდესაც საზოგადოება იყო მიმართული იქეთკენ, რომ წინა ხელისუფლება გაეშვა და მოსულიყო ახალი ძალა. დღეს ბევრად მეტად დაგვჭირდება ჩვენ საზოგადოებას მოვაწონოთ კარგი გაგებით თავი და ბევრად მეტად დაგვჭირდება, რომ საზოგადოებას აუხსნათ ის თუ რა ვერ მოახერხეთ გაგვეკეთებინა და ის რაც გავაკეთეთ რიგ შემთხვევაში მისი მიტანის პრობლემაც არის იმის გამო რომ სამწუხაროდ პიარის პრობლემა იყო ამ წლების განმავლობაში და ბევრი გაკეთებული სასიკეთო საზოგადოებამდე ვერ მივიდა. აქედან გამომდინარე ახლა დღეს ვფიქრობ ამაზე საუბარი რომ არჩევნების შემდგომ ვისაც დასაქმდება ეს არის ასე ვთქვათ ცოტა ისეთი ნაჩქარევი თემა. არა გულწრფელად გეტყვით სხვა თემებზე საუბარი მართლა არ ყოფილა იყო სუფთა ტრადიციული ქართული სუფრა თამადობით სადღეგრძელოებით და სიმღერით და ეს იყო ასე ვთქვათ ძალიან მოგძალებული სხვათა შორის მინდა გითხრათ საღამო იყო სუფრა იყო არაფერი განსაკუთრებული ის რასაც ყველა ქართველი ოჯახი ალბათ საახალწლო სადღესასწაულო დღეებში ახერხებს აი ეგ იყო და ახლა რაც შეეხება ვინ სად მოხდება და ვინ როგორ იქნება ეს ყველაფერი არის დამოკიდებული პარლამენტის წევრების თვითონ გამვლილ გზაზე მათ აქტივობებზე საზოგადოებაში როგორი რეიტინგი აქვს ამ ადამიანებს მათ შორის მეც როგორ ხედავს ჩვენი ამომრჩეველი ჩვენ გაკეთებულ საქმიანობას და ასე შემდეგ რა აი ეს არის თავარი და ზოგს აქვს სურვილი რომ იყოს პარლამენტში ზოგს აღარ აქვს სურვილი და ურჩევნია სხვა სფეროში გადაინაცვლოს და გააგრძელოს საქმიანობა ასე რომ დღეს ძნელი არის ამის განსაზღვრა დაუშვათ ვინსაც შეიძლება აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისე რომ სიებთან დაკავშირებით არის საუბრები დღეს საუბრები შეხვედრები და ახალი ადამიანები რომ უნდა გამოჩნდნენ საპარლამენტო სიაში ამაზე ორი აზრი არ არსებობს ახლა ყველა რომ იმ სიაში ვერ იქნება ვინც 2012 წლის არჩევნების დროს იყვნენ საპარლამენტო სიაში ეს ჩვეულებრივი ამბავი ამიტომ ეს ძალიან ისეთი პროცესია არ ვიცი ახლა ეს ვინ შეიძლება არ აღმოჩნდეს ცოტა ისეთი თემაა ჩემგან უხერხულია ამ თემაზე ლაპარაკი მე ვიცი რომ ბევრს ჩემს კოლეგას აქვს სურვილი რომ გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა და ეს ყველაფერი იქნება გუნდში მიღებული გადაწყვეტილება გუნდი როგორც ჩათვლის ასე იქნება ასე ვთქვათ გადაწყვეტილება მიღებული კონკრეტულად რაც შემეხება მე ვთქვათ მაქვს სურვილი რომ ვიყო ასე ვთქვათ მაჟორიტარობის კანდიდატი და მაქვს გამოცდილება და გავლილი წლები და ჩემი ბექგრაუნდი მაძლევს იმის საშუალებას რომ ჩემი ამორჩევლის ინტერესები დავიცვა და ასე ვთქვათ სახელმწიფოს ინტერესები და ასე ვთქვათ საქმიანობა ვაწარმოო ისე რომ საქართველოს პარლამენტში ვიყო როგორც ერთ-ერთი ასე ვთქვათ ღირსეული პარლამენტის წევრი